არ შეიძლება ეჭვიანობა. ქრისტიანული თვალსაზრისით ეს ძალიან არაკორექტული მდგომარეობაა. ადამიანისადმი ეჭვი არ უნდა შეგეპაროს. ადამიანს, რომელზეც შენ ეჭვი გეპარება, ღმერთი ენდობა. აი, შეხო გეპარება ეჭვი. რაღაცას მატყილებს, ბევრჯერ მოუტყილები ვარ. რამდენჯერ ვაპატიო, 7-ჯერო და 7-ჯერ 70-ჯერო. რას ნიშნავს ეს? სულ აპატიო. ბიჭო, 7-ჯერ, 6-ჯერ 70-ჯერ მომატყილა და კიდევ ვაპატიო? აპატიე. რატო უნდა ენდო? რატო უნდა ვენდო? ეხლა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ცოტა გონიერად მოიქცე, სხვა თემაა და გასაგებია, ხო? მაგრამ აქ ლაპარაკია არსზე, იმიტომ რომ ღმერთი ენდობა იმ ადამიანს. რატო ენდობა? ცოცხალია და იმიტომ, რომ მოკვდება, მე მორჩა. ადამიანს ენდობა, ცოცხალს ტოვებს, ენდობა. ეგების ეხლა. იუდას ნახეთ სადამდე ენდო. ლუყაზე ამბორის უფლება მისცა. და ჩვენ კიდე არ ვიცით სადამდე, ბოლომდე, როდემდე ენდო უფალი იუდას. და რა მოხდა ბოლოს? არ ვიცით. ის ვიცით რაც თვალსაჩინოა და მორჩა. ბოლომდე ენდობა. იუდა ფულს იპარავდა და უფალი ენდობოდა. იმიტომ რომ ამ ყულობას ისევ იუდას აძლევდა. უფალი იუდას გაცემა უნდა, უკვე ვეღარ იმაშება. და უფალი ამ ფიქრობს, რომ ეხლა ეს ხო გამცემს და მე სასწორკვეთილებაში ჩავარდება. მე ხა ისეთ რამეს ვეტყვი, რომ სასწორკვეთილებაში არ ჩავარდეს და იფიქროს, რომ მე ვიცოდი ეს და მივეცი ამის უფლება და ეუბნება, წადი შენი საქმე გააკეთე. ასე ხო გაუგებარია. იუდამ უნდა გასცეს და წადი შენი საქმე გააკეთე. რატო ეუბნება? იმიტომ რომ იუდა რო გასცემს, მე გაახსენდეს, რომ უფალმა იცოდა და მითხრა წადი შენი საქმე გააკეთე. და მაპატიებს კიდევაც ესე იგი. ამიტომ ადამიანის შინაგანი სამყარო, ადამიანი რო გელაპარაკება, ხო გიგზუნიათ რომ გელაპარაკება ადამიანი და ესე იგი ხედავ რომ იმის აი საოცრება ადამიანი ძალიან ლამაზი ქმნილებაა და ეს ლამაზი ქმნილება ხანდახან ისეთი თვალებით გიყურებს რომ მთელი სიწრფელე და მთელი სიყვარული და მთელი ერთგულება. მაგრამ შენ ხვდები თეორიულად ან თუ ინტუიცია გიმუშავებს რომ აი ამის ფარდის მიღმა აი ამ სათნო ფართვალების იქით შეიძლება ძალიან დიდი ცუდი უფსკულები იყოს და საოცრება ადამიანი როგორ მალავს ამ ყველაფერს თავის შიდა სამყაროს და ვინ იცის რა არის მაგრამ შენი ქრისტიანული გმირობა როგორც არ უნდა გიმუშავებდეს ინტუიცია ადამიანი გეუბნება ენდე ადამიანს რო წავაგო ეგრე კიდევ ვიმეორებ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები როდესაც ადამიანს თავდაცვის ინსტინქტი უმუშავებს შიგნით ხო გასაგებია და ან უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს რომ ცოტათი ხანდახან ვენდო ჩემს ინტუიციებს ეს მაგრამ ძირითადად არსობრივად უნდა ვენდოთ ადამიანებს და ინტუიციას საკუთარს არ უნდა ვენდოთ თორე არსებობს მაგალითები ძალიან მწარე როცა ადამიანი ავადმყოფურად ენდობა საკუთარ ინტუიციებს როგორც წესი ესეთი ადამიანები ფსიქიური აშლობის ზღვრამდე მიდიან იმიტომ რომ აი ამ განწყობას რომ შენ ენდობი რაღაცა მეტაფიზიკურს შენში ინტუიცია მეტაფიზიკური ფენომენია იყენებს ეშმაკი იყენებს თავის სასარგებლოდ ეგრე ნდობასაც ხო გამოიყენებს და მე რაღაცას დამმართებს ყველაზე დიდი ქრისტეს დაემსგავს ამ შემთხვევაში ქრისტე ენდობოდა და ქრისტეა ჯვარცმას მოყვა აღდგომა ხოლო როდესაც არ ენდობი ამ დროს შეიძლება ბევრი ცუდი რამე მოხდეს ესია